გამარჯობათ, ეს არის გადაცემა ინტერნეტ თაობა და მე დღეს შემოგთავაზებთ სტენდაპს. დღევანდელი სტენდაპის თემაა მარიაჟობა. ყველა ქართველი მარიაჟობთ და ერთ-ერთი მაგალითი ავიღოთ, როდესაც შვილი შეგვეძინება, ვარქმევთ მამის სახელს, ანუ ბაბუამისის სახელს. დაუშვათ როლანდის. რა უნდა ქნას ბიჭმა 21 საუკუნეში სახელად როლანდი? ხო არ უხდება ერთმანეთს სიტყვა აიფონი და როლანდი. ანდა წარმოიდგინეთ S-კლასით რომ მოდის როლანდი. მე ვიცნობ ერთ როლანდის მართლა, ის აბარებდა ეროვნულ გამოცდებზე და როდესაც მიდიოდა, რა თქმა უნდა, აგვიანდებოდა, იმიტომ რომ ხო შევთანხმდით S-კლასი არ ყავს და მარშრუტკით მიდის. შედის გამოცდაზე და დამკვირვებელი უმოწმებს პირადობას. ნახულობს სახელს და კითხულობს როლანდის და რა ხდება ახლა? სხვისთვის თუ ქართულში 21-ია ბარიერი, ამისთვის არის 25 უკვე. ყველა ქართველი პატარაობიდანვე ვართ მარიაჟები. აი როცა ვეუბნებით ერთმანეთს რომ აი მამა ჩემა თუ დაარტყა მამა შენს გადააგდებს ამერიკაში. ჯერ რა პრეტენზიულები ვართ, ჩვენ გარშემო რამდენი განვითარებული ქვეყანა, მაგრამ მაინც ამერიკა გვინდა. და თან ისიც არ ვიცით რომ ამერიკას გრინ კარდი ჭირდება. მე პირადად ბავშვობიდანვე იმდენად მარიაჟი ვიყავი, ველოსიპედის ტარება არ ვიცოდი, მაგრამ დავჯექი თუ არა გავატარე. ოთხმოცდაათიან წლებში ჩვენს გარდა ჩვენი მშობლებიც მარიაჟობდნენ. გახსოვთ ალბათ რა გაჭირვების პერიოდი იყო და აი ფანჯრიდან რომ გადმოდგებოდნენ და გვეძახდნენ. ამოდი ჭამე და ჩადიო. ანუ მთელუბანს რო აგებინებდნენ რომ საჭმელი გქონდა. კიდევ ერთი კარგი ტრადიცია და მარიაჟობა გქონდა 90-იან წლებში, როდესაც სამარშრუტო ტაქსში ერთმანეთს ფულს უხდიდით. ნუ დროთა განმავლობაში ფასის ზრდასთან ერთად ეს ტრადიცია დაიკარგა. დროთა განმავლობაში ვიზრდებით და დგება დრო რომ უნდა ჩავაბაროთ. ამაშიც ყველა ქართველი მარიაჟები ვართ, იმიტომ რომ ყველას უმაღლეს სასწავლებელში გვინდა. მე მყავს ერთი ნაცნობი, რომელიც არის წალკიდან და მოხვდა სასოფლო უნივერსიტეტში. და ეწყინა, ანუ ეხა წალკელს რა უნდა სასოფლოში მინიმუმ თესეუანი ესენი, ხო ხდებით არა? ჩაბარებისას ასევე მამა გვპირდება რომ გვიყიდის მანქანას. მე პირადად ესე შემპირდა და ჩემ გარშემო ძალიან ბევრს, მაგრამ არ დაუჯეროთ, ეს არის ტყუილი დაპირება. შემდეგ უნივერსიტეტში როცა მიხვალთ, შეხვდებით ესეთ ადამიანებს, რომელსაც აი აქ აკიდებული მანქანის გასაღები. მიუხედავად იმისა, რომ მანქანა არ ყავთ. ხო შევთანხმდით, რომ ის მამა თქვენი უბრალოდ დაკპირდათ. ასევე ზამთარში, როცა ძალიან ცივა, შეხვდებით ადამიანებს, რომელსაც ქურთუკი აქვს გახსნილი. მიზეზი რა არის? ქურთუკი შიგნი აცვიათ ბევრად უფრო ძვირფასი პერანგი, თან ახალი. ნუ ახალი რა ერთხელ ეცვა ბანკეტზე. იმიჯის თემას თუ გავაგზელებთ, ალბათ მეტროში ყველა შეხვედრილ ხართ მზის სათვალიან ადამიანს. აი რა მაინტერესებს, მეტროში ვინმეს მზე გინახავთ? ნუ ნელ-ნელა ვიზრდებით, ვიწყებთ დალევას და ხვდებით ესეთ ადამიანებს, რომლებიც იწონიან 30 კილოს და სვამენ 40 ლიტრა ღვინოს. ეს არც ქიმიაში არ ჯდება, არც ბიოლოგიაში, არაფერში არ ჯდება. ასევე სუფრაზე გვიყვარს ძალიან მარიაჟობა და როგორ მარიაჟობთ? დაუშვათ ვეწევით სიგარეტ ელებს. სუფრაზე ყოველთვის გვაქვს პარლამენტი. და მე თქვენ გასწავლით როგორ უნდა გაარჩიოთ ნამდვილი პარლამენტის წეველი ემელის წეველისგან. პარლამენტის წეველი სიგარეტის ღერს როცა იღებს სანამ პირში ჩაიდებს, აკეთებს ესეთ რაღაცას. და მე რეიდებს. ასევე ქართველი როცა სუფრაზე ხვდება, პირველ რიგში ჭამს ხორცს, რაც შეიძლება ბევრს, მიუხედავად იმისა, გემრიელია, კარგი შემწვარია თუ არა. ნუ ეს მარიაჟობა აღარა, ეს უკვე ხამობაა. ასევე არ ვიცი სხვას რას მივაწერო თუ არა მარიაჟობას, როცა სუფრაზე მოაქვს დანა ჩანგალი. კარგი, ის ჩანგალი გასაგებია, მაგრამ ის დანა მაინც არ ჭირს და რატომ მოგაქვს? ასევე თუ დააკვირდებით, ყოველთვის სტუმრის ხარისხი და ჭურჭლის ხარისხი არის ერთმანეთთან დაკავშირებული. რაც უფრო კარგი სტუმარია, მით უფრო კარგი ჭურჭლითაა სუფრა გაწყობილი. ქართველები ყველა სიტუაციაში ვრჩებით მარიაჟები. ნუ დაუშვათ გარდაგვეცვალა ვიღაც ახლობელი, მივდივართ უსამძიმრად, მაგრამ რითი ვმარიაჟობთ ახლა? მივდივართ და ვკითხულობთ. გელამ რამდენი დაწერა? 30, ჩემი 60 დაწერე. ახლა რაც შეეხება გოგოებს, თქვენთან მაქვს ესეთი კითხვა. ეს საპირფარეშოში წყვილ-წყვილად სიარული. მარიაჟობა, სპორტის რამე სახეობა, ხელოვნება. ასევე თუ დააკვირდებით, ნახავთ რომ Facebook-ზე ყველა გოგოს აქვს ძალიან ლამაზი სურათები. ანუ Facebook-ზე ყველა გოგო არის ძალიან ლამაზი და ცხოვრებაში სათხართ.
მე ასევე მყავს ერთი მეგობარი, მეგრელი მეგობარი გოგო Facebook-ზე, რომელმაც ერთ დღეს დააწერა watching ბებიაჩემის 40. ეს watching-ებს რო აწერთ, მარიაჟობა, სპორტის რამე სახეობა, ელონება, თუ რა არის. ასევე ქართულ გოგოებს ძალიან უყვართ ტანსაცმლით მარიაჟობა. ამბობენ რომ აი $5,000 ზედააცვია, $3,000 შარვალი, $5,000 ჩანთა უკიდია. სინამდვილეში რა ხდება? უფროსდას დაუპატარავდა და ეხა მაგას აცვია. ასევე შეხვდებით ადამიანებს, რომელსაც აქვს მართლა $300 ჩანთა, მაგრამ შიგნით მხოლოდ 2 5-თეთრიანი აქვს. იმიტომ რომ სახში რომ მივა ლიფტით ავიდეს და ჩამოვიდეს რა. ასევე რჩევა მინდა მივცე გოგოებს, რომელსაც დახეული შარული ციარული გიყვარს. თუ სოფელში მოხვდებით, მოგიწევთ ესეთი ფრაზების გაგება. რა იყო ძაღლი გამოგეგიდა? რას გამოდევი? დედა როგორ უჭირს ბავშვს შეუგროვოთ ფული და უყიდოთ შარვალი. სხვათა შორის ქართულ გოგონებს ძალიან უხდებათ რუჯი, ასე ვთქვათ, ზაგარი და უყვარ კიდევაც ზაგრის მიღება. აი ჩემი მეზობელია მაგალითად და მე მეუბნება ყოველ დღე დავდივარ სოლარიუმში, ესეთი რაღაცა მითხრა და დავდივარ სოლარიუმში ყოველ დღე. ნუ ჩვეულებრივად დაუჯერებდი ამ ყველაფერს, მაგრამ ყოველ დღე ამოდის და სახურავის კარების გასაღებს თხოვს. ხო, ასევე ცალკე მცნება ქართველი ქალი მძღოლი. მას ერთდროულად შეუძლია პომადა წაისვას, თმები გაისწოროს, სარკეში იყუროს, ტელეფონზე ილაპარაკოს, თან დაჩეკინდეს და მერე პრეტენზია ჰქონდეს, რომ ეს ღვედი ხელს მიშლის ტარებაშიო. სხვათა შორის ქართველ მშობლებს ძალიან უყვართ შვილის ფორტეპიანოზე ტარება. და როცა ისინი 7 წლებს ამთავრებენ, ბოლოს რა იციან, რისი დაკვრა იციან. ტენენე, 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 ტენენე. სხვათა შორის ერთხელ მე ერთ კაცს ვკითხე თუ რამდენი შვილი ყავდა და ესეთი პასუხი მითხრა 3 შვილი მყავს და 1 გოგოო. ხო, ასევე რჩევას მივცემ გოგონებს, რომლებიც სიგარეტს ეწევით. სიგარეტს რო ეწევით, მამას ნუ უმალავთ. ეგ სიგარეტი თქვენ კლავთ, მამა თქვენს კი არა. სხვათა შორის ქართულ გოგონებს ეხერხებათ საჭმლის გაკეთება, რო ამბობენ რომ არ ეხერხებათო, არ არის ეგრე. ქართველი გოგო როცა იწყებს საჭმლის გაკეთებას, გადაწყვეტს საჭმლის გაკეთებას, დგება დილით და ხვდება რომ მაკიაჟი აუცილებელია. მაკიაჟის გარეშე საჭმლის გაკეთება ვის გაუგია, მიდის რა თქმა უნდა სალონში. ბრუნდება სალონიდან, მერე ხვდება რომ რაც აცვია, არ უხდება საჭმელს და შედის ახლა გამოსასვლელად დაახლოებით 1 საათი უნდება ამასაც, შემდეგ გამოდის და Facebook-ზე წერს, რომ აკეთებს საჭმელს, ისე ხო არ შეიძლება. და თავისთავად უწერენ კომენტარებს და ქართველი გოგონა კომენტარებს ხო უკომენტაროთ არ ტოვებს. ამასობაში მოდის 6 საათი და 6-ის მერე ხო ქართველი გოგოები არ ჭამენ. ქართველი გოგო, რომელიც შეყვარებულია, ყველა სიტუაციიდან იძურებს თავს. აი დაუშვათ შეყვარებულს ქვია ჯემალი. მეგობრებს აცნობს როგორც ჯეკო ან ჯეიმსი. სხვათა შორის მე ერთ-ერთ მეგობარს ვკითხე თუ რა საქმიანობდა მისი შეყვარებული ბიჭი, ანუ მუშაობდა თუ არა და როგორი პასუხი გამცა. და სხვა გოგოებისგანაც ალბათ მოისმენთ ამ პასუხს. ანუ თვითონ არ მუშაობს, მაგრამ მამამისს აქვს ბიზნესები. კიდე მე მინდა მივცე რჩევა ბიჭებს, რომლებიც უკმაყოფილო ხართ, რომ თქვენი შეყვარებული პაემანზე აგვიანებს. ნუ ამ დროს ისინი იკეთებენ მაკიაჟს და ჯობია დაელოდოთ და მაკიაჟი აინახოთ. ერთხელ შევესწარი ესეთ ფაქტს, რომ გოგო აიწონა და იყო 60 კილო. მერე მაკიაჟი მოიშორა და 40 კილო იყო. ანუ სუფთა წონა 40 კილო იყო რა. ადრე თუ გვიან ბიჭის და გოგოს ურთიერთობაში დგება პერიოდი, რომ უნდა დაქორწინდნენ და ერთი დღის გამო გოგოები საქორწინოდ ყიდულობენ $9,000-10,000 კაბებს. აი წარმოიდგინეთ სიტუაცია, მიდიხართ მეგობართან სახლში და ხვდებათ დიასახლისი, ხელები აქვს ფქვილში და აცვია საქორწინო კაბა. ხო არ ჯდება არაფერში. ან თუნდაც ბაკურიანში ხართ და გაიხედავთ მთიდან თხილამურებით და საქორწინო კაბით მოსტრიალებს ხალი. ხო არ ჯობია რომ აი ეს საქორწინო კაბა იქირაოთ, ვიდრე ერთი დღისთვის იყიდოთ და მერე გაყიდოთ. ასევე წამოვიდა ტენდენცია, რომ ქორწილში მეჯვარეებს აცვიათ ერთნაირად. და მოდის ნელა ის ტენდენციაც, რომ ცოტა ხანში მეჯვარეების რაოდენობა გადააჭარბებს სტუმრების რაოდენობას. ადრე იყო ესეთი ტრადიცია, რომ ქალი როცა თხოვდებოდა, ატანდნენ ვეფხის ტყაოსანს. ნუ რა თქმა უნდა, დაიხვეწა ყველაფერი 21 საუკუნეა და დღესდღეობით ატანენ iPhone 4-ს ან 5-ს. მაგრამ ის ვეფხის ტყაოსანი შიგნით არის ჩაწერილი.
ძალიან ბევრი ვისაუბრე მარიაჟობაზე და ბოლოს დამჩა ერთი კითხვა მაინც. ეს მარიაჟობა სპორტის სახეობა, ხელოვნების სახეობა